დაგიბრუნდით სტუმართან ერთად დღეს ძალიან მძიმეა საუბარი, თუმცა ნებისმიერ თემაზე საუბრისას ჩვენ ყველაფერს ვუკავშირებთ პატრიარქს. პატრიარქი იყო ყველაზე დიდი მკურნალი სულის, რაც მთავარია და მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ ბავშვებზე, როდესაც საუბრობთ ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით ეს კარგად გვაქვს გააზრებული უძლურებაში მყოფ მშობლებს. რამდენად დიდი როლი მიუძღოდა და მიუძღვის მას, იმიტომ რომ არაერთი მშობელი და მათ შორის მეც დამაბრუნა ამ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც საუბრობთ მედიცინაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც სულია. და როგორც აღნიშნე, ის იყო ძალიან დიდი მკურნალი. ჩვენი სტუმარია დღეს თამარ ქრისტესაშვილი, პედიატრი. ჩვენ ძალიან ბევრი მშობელი გვწერს, ბავშვებს რა თქმა უნდა ბევრი პრობლემები აქვთ და ახლა ამ სეზონზე ვირუსული ინფექციები, ასე ვთქვათ, მუსირებს, ძალიან ხშირად თან ახავს გართულებები. ეს იქნება ჩვენი ძირითადი საუბრის თემა. თამარ, მოგესალმებით. მადლობა რომ აი ამ დღეს მძიმე წუთებში შემოგვიერთდით. მადლობა ქალბატონო ნინო, მივესალმებით თქვენს მსმენელს და ასევე მინდა მეც ერთი-ორი სიტყვა ვთქვა პატრიარქზე, მინდა ჩვენს ერს მიუსამძიმრო მისი უკვე გადასვლა მარადისობაში და დარწმუნებული ვარ გუშინ ითქვა, რომ ჩვენ მისი სახით უკვე მფარველი შევიძინეთ და მას დიდი მადლობა ყველაფრის. დიახ და აი ცრემლების გარეშე მართლაც რთულია და როდესაც თან ბავშვებზე ვსაუბრობთ, ის ყოველთვის იყო, არის და დარჩება ბავშვების მფარველად და ჩვენს ემოციას ალბათ გაიზიარებს და გვაპატიებს ჩვენი მაყურებელი. რთულია, მართლა ძალიან რთულია. და რაც შეეხება ბავშვების ავადობის მიზეზს, ამ სეზონზე ვირუსები მუსირებს, როგორც აღნიშნეთ და გართულებები ახლავს თან. და მოდით აი ერთი-ორი სიტყვა ორიო და მოკლედ, იმიტომ რომ მართლაც წარმოუდგენელია ახლა დიდხანს საუბარი, უბრალოდ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც განცდა გვაქვს და გვიჭირს. დიახ. გავატანო ეხა ადრეულ გაზაფხულის პერიოდში, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსი, განსაკუთრებულად გვაქვს რესპირატორული ვირუსების გავრცელება ამ სეზონზე, რომლებიც არიან რინოვირუსები, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, პარაგრიპის ვირუსები და სხვადასხვა კიდე ვირუსები, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს სხვადასხვა სიმპტომს პაციენტებში. ეს დამოკიდებული არის ბავშვის ასაკზე, ბავშვის სამედიცინო მდგომარეობაზე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი იმუნიზაციის მდგომარეობა, როგორი აქვს პაციენტს, შესაბამისად გვაქვს კლინიკური გამოხატულებაც. ძირითადად გვხდება სიმპტომები ცხელების სახით, ცხვირიდან ჩამონადენის, ცხვირის სუნთქვის გაძნელების, ხველის, ხმის ტემბრის შეცვლის და შემდგომ უკვე თუ გართულება სუბუქად მიმდინარეობს ძირითადად ყველა ვირუსის საბედნიეროდ ბავშვებში, როგორც აღნიშნე მის სამედიცინო მდგომარეობას გათვალისწინებით, თუმცა გვაქვს გართულებების შემთხვევები, რაც სამედიცინო მართვას უკვე მოითხოვს. რაც შეეხება მართვას, ვირუსების მართვა ხდება მხოლოდ სითხეების მიწოდებით, სიმპტომურად, დამხმარე თერაპიას ვეძახით ამას სამედიცინო პრაქტიკაში, თუმცა გართულებები უკვე არის საყურადღებო და მოითხოვს ექიმის ჩართულებას, კლინიკურ შეფასებას და შესაძლებელია მოხდეს უკვე ჰოსპიტალში გაგრძელდეს პაციენტის მკურნალობაც. დიახ. აი რა სახის გართულებებს ხვდებით ძირითადად? გართულებები ძირითადად გვხვდება გარეან შუაყურის ანთება, სინუსიტები, ბრონქიტები, ბრონქიოლიტები და პნევმონია, რაც ერთ-ერთი საყურადღებო მდგომარეობაა ბავშვთა ასაკში და შესაბამისად მოითხოვს ყურადღებას და ჩართულობას ექიმის
დიახ, და როდესაც პნევმონია გვესმის, როდესაც ფილტვების ანთება, რა თქმა უნდა, მშობლები განსაკუთრებით ესე ვთქვათ, ვიზაფრებით, ვიძაბებით და ვიღებთ ზომებს. თუმცა და საუკეთესო ზომა არის, რა თქმა უნდა, წუჩივე ექიმთან მიმართვიანობა და შემდეგ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. თუმცა არის გარკვეული შემთხვევები და ალბათ თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, არაერთხელ დაფიქსირებულა ის, რომ მოდით ესე ვთქვათ, ფილტვების ანთება გაპარვიათ მშობლებს, ანუ დრო დაუკარგავთ, აი ესეც ხსმენია, ხო, რომ ყურით არის მინებოდა, თუმცა ფილტვების ანთებას მაღალი სიცხე ახლავს და რას ეტყოდით იმ მშობლებს, რომელთა შვილები ავადობენ ვირუსული ინფექციებით, ოღონდ ეს გახანგრძლივებულია დაუშვათ, ეგ მაღალი ტემპერატურა და თუნდაც აი ყურით არის მინება, ანთება, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ შემდეგ არ გართულდეს მკურნალობა. იგი ვირუსული ინფექციების დროს, როდესაც უკვე ქვედასასუნთქი გზებია ჩართული, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ პედიატრეს მიერ იყოს შეფასებული პაციენტი და მდგომარეობა შეფასდეს. იმიტომ პნევმონია შეიძლება საზოგადოებრივი პნევმონია სახლის პირობებშიც იმართოს და გაგრძელდეს მეთვალყურეობა და სამედიცინო მართვა ამბულატორიულად, ანუ ბინაზე. აი აქ არის სხვაობა, ანუ ეს არის მძიმე, გართულებული სახის პნევმონია, რომელიც შეიძლება ვირუსული გართულდეს მეორე და თუ უკვე ბაქტერიული ინფექციით, თუ ვირუსული სუბუქად მიმდინარე ან ახალი საწყისის პნევმონია. გართულებულ პნევმონიებში თუ 4-5 დღე ცხელება გრძელდება, თუ გამოხატულია ქოშინი, ანუ სუნთქვის უკმარისობა, ჩართულია დამხვარე მუსკულატურა სუნთქვაში, ან უფრო მძიმედ გამოხატული, როცა გვაქვს ციანოზი, ტუჩის, ცხვირტუჩის მიდამოსი, შესაბამისად ეს უკვე არის ნიშნები, რომელიც არის საყურადღებო და დროულად უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკაში მიყვანა, შეფასება და შემდგომ მკურნალობის მართვის გადაწყვეტა. კი ბატონო, და აი რადგან ერთ-ერთი ესეთი ყურაცაღები გართულება მაინც ფილტვების ანთებაა, რამდენ ხანს გრძელდება გართულებული ფორმის მკურნალობა და ანტიბიოტიკები ამ შემთხვევაში ინიშნება. ანტიბიოტიკოთერაპია, როცა გვაქვს გართულებული ბაქტერი და მეორადად გართულებული ბაქტერიული ინფექციით, ამ შემთხვევაში ბინაზე ხდება 10 დღის განმავლობაში, თუ დავთეთნება, რომ მართვა მოხდეს ბინაზე, 10 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკოთერაპია ტარდება, თუ იმდენად საყურადღებოა, რომ უნდა მოხდეს კლინიკაში ამის მეთვალყურეობა და მართვა, ამ შემთხვევაში უკვე კლინიკაში წყდება ის ხანგრძლივობა, რაც პაციენტს დაჭირდება. დიახ, რა თქმა უნდა, უკვე ბავშვობის ასაკიდან კი არა და დაბადებიდან ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად რადგან ფილტვებზე საუბრობთ, ფილტვების გაფრთხილება და ანუ მიზეზი მაინც რა შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციების გამო, რომელიც ფილტვების ანთებას იწვევს. მიზეზი არის აი ვირუსული, ეხლა რომელი ვირუსებით ჩამორთვალეთ, ზოგი მათგანი იწვევს 2 წლამდე ასაკში მწვავე ბრონქიოლიც, შემდგომ უკვე მწვავე ბრონქიტიც და შესაბამისად ქვედასასუნთქი გზები როცა ჩართულია, იქ გამოყოფილია უფრო მეტი სეკრეტი, ანუ დაზიანებული ანთებითი პროცესი ბრონხებში მიმდინარეობს, ამ ბრონქიოლიტებში სუნთქვა, ცირკულაცია არ ხდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადის ფილტვის ქსოვილამდე და შესაძლებელია ანთებითი პროცესიც თვითონ ქსოვილის უკვე დაიწყოს და ანუ გართულდეს ეს წინამდგომარეობა ფილტვის ანთებით. დიახ, და აი დავუშვათ რამდენიმე თვის განმავლობაში თუ მეორდება ფილტვების ანთება, ამ შემთხვევაში რა ზომები უნდა მივიღოთ და რამდენად საგანგაშოა ეს? რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც არ იყო სათანადოდ დამთავრებული მკურნალობა, შეიძლება მეორედ ისევ ახალი პროცესი დაიწყოს. ეს ძირითადად უკავშირდება ხოლმე თუ არასწორად იყო მკურნალობა დამთავრებული, ან ბოლომდე დასრულებული არ ქონდა პაციენტს, ან შესაძლებელია, რომ შემდგომ ახალი ინფექცია დაერთოს და იმან კიდე ისედაც დასწრებულ ორგანიზმზე მეორადად კიდე გამოიწვიოს ფილტვის ანთება, თუმცა ესე რომ ფილტვის ანთება მეორდება, ეს არ არის სწორი შეფასება. ეს არსებობს ასევე, რა თქმა უნდა,
თანდაყოლილი ისეთი პათოლოგიები თუ ეს ვიცით რომ პაციენტს აქვს მაშინ მეტად ყურადღებით ვართ ექიმები რომ ავირიდოთ თავიდან კიდევ მეორეჯერ განვითარებული პნევმონია. კი ბატონო და რადგან სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ანუ ფილტვების ანთების გარდა რა გართულებებია ყურადსაღები? ყურადსაღებია მწვავე ბრონქიოლიტი ახალშობილებში და პატარა ასაკში 2 წლამდე, ვინაიდან ისიც იწვევს რესპირაციულ დისტრესს, ანუ სუნთქვის უკმარისობას, შეიძლება მწვავე ფორმით მიმდინარეობდეს და ამის მკურნალობა ხდება ჟანგბადი თერაპიით, ანუ პაციენტს სჭირდება რომ ჟანგბადი მივაწოდოთ და ეს მართვა ხდება კლინიკებში მხოლოდ, მწვავე ბრონქიტი ან ბრონქოსპაზმით განვითარებული ამ დროსაც შესაძლებელია დაგჭირდეს ჟანგბადი, ვინაიდან გართულებული ფორმის დროს კონდეს სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი და სხვადასხვა მდგომარეობა რომ და ცრუ კრუპი არის ის, რისის მშობლებს ძალიან გვეშინია, ანუ მოიაზრება თუ არა ესეც გართულებაში. დიახ, კრუპსაც აქვს თავისი მიმდინარეობები. დიახ, კრუპი ეს არის პარაინფლუენზა ვირუსით გამოწვეული მდგომარეობა. ეხლა გაზაფხულზე დაიწყება მისი ცირკულირებაც და გვექნება შემთხვევები ამ პერიოდში. ამ დროს სუბუქად მიმდინარეობს, შეიძლება საშუალოდ ხარისხის სიმძიმის იყოს, ან უკვე მძიმედ, სადაც იგივენაირად პაციენტს უჭირს ჩასუნთქვა, აქვს დისკომფორტი, ხველა, რომელსაც ახასიათებს კრუპს განსაკუთრებულად ადვილი შესაძლებელია, როცა გვაქვს ხმის ტემპრის ცვლილება, მყეფავი ხველა, შეიძლება ტემპერატურის მატება ცხვირიდან ჩამონადენი, თუმცა აი გართულებაში გულისხმობთ იმას, რომ სუნთქვის უკმარისობა პაციენტს უჭირს ჩასუნთქვა და ასევე შესაძლებელია უკვე ნევროლოგიური სტატუსის კონდეს შეცვლილი, რაც გულისხმობს, რომ პაციენტი იყოს მოთენთილი, ლეთარგიული, ამ პირიქით აგზნებული. დიახ და აი რაც შეეხება პრევენციას, საუკეთესო პრევენციაზეც რო გვესაუბროთ, იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ბავშვებში ვირუსული ინფექციები. პრევენციაში პირველ რიგში დავაყენებთ რა თქმა უნდა იმუნიზაციას, კონკრეტულად სხვადასხვა ვირუსებისთვის ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია ვაქცინები, რითიც შეგვიძლიათ რომ პაციენტები დავიცვათ გართულებებისგან. მეორე მხრივ ეს არის ჰიგიენა, რაც გულისხმობს ხელების ხშირად დაბანას, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემცირებას და აი ეს არის პრევენცია. თუ მეორე კუთხით კიდევ ვისაუბრებთ გართულებებზე, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სითხეების მიწოდება და მართვა რომ მუდმივად ავტოვოთ ბავშვი არადეჰიდრატაციულ პერიოდში მდგომარეობაში, არამედ პირიქით სითხით გაჯერებული იყოს, რომ გავადულდეს ხველაც ცხვირიდან ჩამონადენიც, გათხელდეს და შესაბამისად მარტივი იყოს მისთვის ეს მდგომარეობა. დიახ, ჯანმრთელობა ვუსურვოთ ჩვენს პატარებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქი ჰობი იყო ხალხური რეცეპტების შეგროვება და ზოგადად ასე დავიწყეთ და ამით დავასრულოთ, რომ მას კიდევ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბავშვების მიმართ. ის იყო უპირველეს ყოვლისა სულის მკურნალი და რაც შეეხება მძიმე დაავადებებს, ყოველთვის ამბობდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. და რა თქმა უნდა, ის ყოველთვის გვაძლიერებდა და გვაძლიერებს უძლურებაში მყოფი ბავშვების მშობლებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ მკურნალობა, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და ისე მადლობა მინდა პატრიარქს გადავუხადო აი იმ სიძლიერისთვის, რა ძალაცაც ჩვენ გვაძლევდა მშობლებს და ეს უკტავი ენერგია მინდა გითხრათ და ისევ და ისევ ჯანმრთელობა ჩვენს პატარებს და რწმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამით დავასრულოთ. ყველაფერი კარგად იქნება, ქონდა ეს ხშირად. კი ბატონო. აღნიშნული და რწმენა, სულიერი მდგრადობა, რა თქმა უნდა, უპირველესია. ნებისმიერი ავადმყოფობის თუ დაავადებების დედის ღიმილი რამდენად მნიშვნელოვანია. კორნალი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქაბატონი. წარმატებებს გისურვებთ, ისევ და ისევ ჯანმრთელობას ვუსურვებთ ყველას. მე კვლავ დაგიბრუნდებით.